ამ ნაწილში ჩვენი თემაა ინკლუზიური განათლება. ამ მიმართულებაში სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციები. ინკლუზიური განათლება ნებისმიერი საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს. აქცენტი კეთდება ინფრასტრუქტურაზე, პედაგოგებზე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მთელ ამ პროცესში საზოგადოების ცნობიერება და მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ეკად გებუაძე ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარი კორკოტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ანა აბაშიძე, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ქალბატონო მარი, თქვენ მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხო ამ მიმართულებით, ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და საბოლოოდ ამ ჩამონათვალში დასაქმებად შეგვიძლია საბოლოო ჯამში ვთქვათ, ხო? მოდი დავიწყოთ ბაღებით და სკოლებით. რა მდგომარეობა გვაქვს, რა ძირითად პრობლემებს ვაწყდებით ბაღებსა და სკოლებში? მოგესალმებით გიორგი და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. მივესალმებით ტელემაყურებელს. ადრე როდესაც მეკითხებოდნენ მისვამდნენ ამ კითხვას, მე ყოველთვის საუბარს ვიწყებდი სერვისების ნაკლებობაზე, ეს იქნებოდა ბაღები, სკოლები თუ ასე შემდეგ. მაგრამ ჩემთვის დღეს უკვე იქიდან გამომდინარე მოვლენები განვითარდა საერთოდ რადიკალურად შეიცვალა, განსაკუთრებით ჩემი შვილის სკოლაში. ჩემთვის უკვე სერვისებზე საუბარი არის მეორე ხარისხოვანი და პირველ პლანზე წამოიწია ცნობიერების ამაღლებამ. სამწუხაროდ განათლების სამინისტროს, რომელსაც ვალდებულება აქვს კონვენციის 24 მუხლის მიხედვით, რომ სკოლაში დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის ამაღლოს ცნობიერების დონე, ეს არ ხდება და ზუსტად ამის შედეგია ის, რაც ხდება დღეს ჩემი შვილის სკოლაში. აი გითხარით, დიახ, ჩემი შვილს, ანუ ესე ვთქვათ, დირექტორი ხელოვნურად უზღუდავს უფლებას და როდესაც მე ეს გავაპროტესტე და გავასაჩივრე, ამას მოყვა ისევ დირექტორის მხრიდან სპეციალურად სხვა მშობლები დამიპირისპირა მან, არა ასე რომ ვთქვათ, ის იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც შვილებსაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა, ანუ ისინი აგროვებენ ხელმოწერებს, უბრალოდ მე ვერ ხვდები რა ხელმოწერებს აგროვებენ, მე მათთან არც ვიცნობ ბევრ მათგანს, არანაირი შეხება არ მაქვს მათთან, მაგრამ აქედან ნათელია ის, რომ ეს დირექტორისგან არის მართული ეს სიტუაცია, ნუ არ ვიცი, ისეთ რაღაცეებს წერენ ჩემზე და ბავშვებზე უკვე, რომ აი გაუგნებულიც კი ვარ, ანუ ბოდიში საზოგადოებასთან და მე მომიხსენებენ როგორც გირს, არაადეკვატურს და საზიზღარ ადამიანად, უბრალოდ ვერ ხვდები რატომ. მე როგორც ვიცი, დირექტორი ავრცელებს ხმებს, რომ მე ვემუქრები მას და სკოლის პედაგოგებს მოხსნით, ეს არის დეზინფორმაცია. რომელ სკოლაზეა მარი? ეს არის 51 საჯარო სკოლაზე, მე არავის არ ვემუქრები მოხსნით, მე საჩივარი გავაკეთე იმაზე, განათლების სამინისტროს მივწერე საჩივარი, იყო თუ არა ჩემი შვილის უფლება შეზღუდული, მაშინ როდესაც ჩემს შვილს აქვს აუტიზმი და შეიძლება მას დილას დააგვიანეს, იმიტომ რომ შეიძლება განუვითარდეს ტანტრუმი ან ვერ რაღაც გაღიზიანებული იყოს და ამისთვის მე დრო დამჭირდეს და როდესაც მან გააფრთხილა ჩემი შვილის სპეცპედაგოგი, რომ დაგვიანების შემთხვევაში ჩემი შვილი არ შეუშვას კლასში, მე ჩავთვალე არა და ეს ისეა რომ არის ჩემი შვილის უფლების შეზღუდვა, გავასაჩივრე ეს ფაქტი, არ მომითხოვია მე საჩივარში არავისი მოხსნა, უბრალოდ მინდოდა განათლების სამინისტროს მოეკვლია ეს ფაქტი, იყო თუ არა მისი უფლების დარღვევა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, რომ მსგავსი მომავალში მაინც არ გაგრძელებულიყო. აი ამ ფონზე მე ვიგებ, რომ მშობლები ძალიან ამიმხედრდნენ, არ ვიცი რატომ. ანუ მათ გონიათ, რომ მე ვითხოვ მთელი 51 სკოლის მასწავლებლების მოხსნას, ეს არის ტყუილი. მე არავის მოხსნას არ ვითხოვ, მე მინდა, რომ ჩემ შვილს არ შეეზღუდოს იქ განათლების უფლება და მისი ინდივიდუალური საჭიროებები იყოს გათვალისწინებული. აი, როდესაც მე შევედი დირექტორთან და ვთხოვე, რომ ჩემ შვილს არ აქვს სპეციალური ჩვეულებრივი საჭიროება და დაუსვას გამონაკლისი, მაგრამ კატეგორიულად უარი განმიცხადა, მითხრა რომ იგი კანონს ვერ დაარღვევდა. შემდეგ მაშინ ვუთხარი რომ მოვიყვანდი მეორე, მესამე და მეოთხე ფაკულტეტზე, ამაზეც მითხრა უარი. შემდეგ ამას მოყვა ჩემი გაღიზიანება და კარი
გამოვიხურე, ანუ გამოვიბრახუნე და მოყვა მისი ყვირილი. ანუ მშობელს მიყვირა. მე ეს ყველაფერი გავასაჩივრე, არა ის რომ მან მიყვირა, ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანია, გავასაჩივრე ჩემი შვილის უფლების შეზღუდვა. გასაგებია, მაგრამ კიდევ დაგიბრუნდებით, ჩვენ ახლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ. მე თუ შეიძლება გაგრძელება მოყვა, ამბობს ბარემ დავასრულე. მოგცემ დროს ახლავე უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ თუ კი 51 სკოლის ხელმძღვანელობას ექნება სურვილი, რომ გამოეხმაუროს ამ ფაქტს, ჩვენ რა თქმა უნდა მათაც დავუთმობთ ეთერს და მოვისმენთ მათ არგუმენტებს. მაგრამ შეგიძლიათ თქვენ განაგრძოთ რაღაც დამოკიდებულებას. ანუ ამ ამბის შემდეგ იგივე გაიმეორა მან მეორე მშობელთანაც უხეშად და ძალიან ცუდი სიტყვებით ელაპარაკა, მანაც გააპროტესტა და გაასაჩივრა იგივენაირად და დღეს მოხდა კიდევ ერთი ფაქტი. სანამ აქ მოვიდოდი, ერთ-ერთი აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელს დაურეკა სპეცმასწავლებელმა დირექტორის დავალებით და უთხრა, ანუ ამ ბავშვმა უკმინა თავის თანატოლს. შევდით შევთანხმდეთ, რომ ყველა ბავშვმა შეიძლება უკმინოს ერთმანეთს, აქ აუტიზმი არაფერი შუაში არ არის და ყველა შეიძლება რაღაც მან ესროლოს და ან რაღაც. დაურეკა მშობელს და უთხრა, აი შენი შვილი ესე მოიქცა და დირექტორმა ასევე დარეკა განათლების სამინისტროში და მათ მოსთხოვა რეაგირება. მაინტერესებს ძალიან, ანუ რას ითხოვს ის განათლების სამინისტროდან, რომ ჩვენი შვილები გამორიცხონ სკოლიდან, ეს არის მისი მიზანი. ანუ მე უკვე აღარ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ადამიანთან ურთიერთობა მქონდეს, მაშინ როდესაც ამ ფონზე იგი აგრძელებს ჩვენი შვილების შევიწროვებას. გასაგებია, მე მინდა ქალბატონ ეკასთან გადავიდე შეკითხვით, აი ამ ერთი კონკრეტული მაგალითი, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, ჩვენ არ ვიცით ამ წუთას მეორე მხარის პოზიცია, ახლა უსმენთ მხოლოდ ქალბატონი მარის სიტყვებს. მე მაინტერესებს თქვენი აქცენტები, თქვათ საზოგადოების ცნობიერებაზე, მათ შორის დირექტორების და სკოლის პედაგოგების. არის თუ არა ეს სერიოზული პრობლემა? აქვე დავაკონკრეტებობ, მხოლოდ აი ამ შემთხვევის, ასე ვთქვათ, რაც ახლა მოვისმინეთ, მის განზოგადებას კი არ ვახდენ, თავისთავად არსებობს ეს შეკითხვა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სანამ კონვენციის რატიფიცირებას მოახდენდა პარლამენტი, მანამდე ზოგადი განათლების შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რა არის ინკლუზიური განათლება, ვინ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე და მრავალი წლის წინ განათლების სამინისტრომ დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა და ჩვენ ვარ სწორედ აი იმ პროცესში, როდესაც ფიქრობთ და ძალიან ბევრს მუშაობთ ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. დავეთანხმები ქალბატონ მარის, რეალურად პრობლემა არსებობს. განათლების სამინისტრო საქმის კურსია ყველა მოვლენაზე, ორივე ფაქტზე და დღევანდელი ფაქტიც ვადასტურებ, რომ დღეს იყო განათლების სამინისტროში ძარი და ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს, მაგრამ ცალსახად მინდა ხაზი გაუსვა ის, რომ დღეს არა მარტო ზოგადი განათლების შესახებ კანონი, არამედ კონსტიტუციაც კი გვავალდებულებს იმას, რომ ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება. ცალსახად არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თუ არა. ბავშვმა უნდა იაროს სკოლაში და მიიღოს შესაბამისი განათლება. ჩვენი მიზანი განათლების სისტემის არის სწორედ ის, რომ ხელი შეუწყოს და განვავითაროთ ინკლუზიური განათლება. აქ რეალურად არსებობს გარკვეული, არ ვიცი, გაუგებრობა, არსებობს ფაქტი, რომელიც ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ამასთან დაკავშირებით არსებობს ჩვენთან წერილი, რომელიც ასევე შიდა აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეთ, რომ მოხდეს მოკვლევა თუ რა მოხდა რეალურად სკოლაში. როგორც ჩემთვის ცნობილია და სწორედ ინკლუზიური განათლება ამას გულისხმობს, თუ მარის შვილს დათას აქვს აუტისტური სპექტრი და არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება აუტისტური სპექტრი თუ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. სწორედ განათლების სისტემა და ინკლუზიური განათლება გულისხმობს ბავშვზე მორგებულ განათლებას და თუ მას არ შეუძლია გარკვეული მიზეზების გამო და ამას ადასტურებს განათლების სამინისტროში არსებული მულტიდისციპლინური გუნდი, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ბავშვი მოიყვანოს მეორე გაკვეთილზე. თუ ის ვერ ძლებს 45 წუთის განმავლობაში გაკვეთილზე, სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია სკოლაში არსებულ რესურს ოთახში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაიყვანოს და მასთან იმუშაოს ან დაასვენოს. მაგრამ აი თავად ეს პედაგოგები რამდენად არიან მომზადებული, რომ აი ესეთი სამუშაო გასწიონ? რა გააკეთა სახელმწიფო იმისთვის, რომ მოამზადოს მასწავლებლები ამ მიმართულებით? ეხლა თუ საუბრობთ ჩვენ კონკრეტულად 51 სკოლაში, ზოგადად გეტყვით, რომ სისტემაში არსებობს რამდენი ასეთი მასწავლებელი გვყავს ჩვენ, რომელიც კვალიფიცირებული არის ამ მიმართულებით? მოდით ესე გეტყვით, რომ დღეს, როდესაც სისტემაში არის სპეციალური საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები შევიდნენ, ისინი არიან თანაბარ უფლებიანი ადამიანები, მოსწავლეები მიიღონ განათლება. ამიტომ ყველა საგნის მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაში ასწავლის, არის ვალდებული თავი ეს კლასში არსებულ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში და მისცეს მისი შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამისი განათლება. მაგრამ ამ მასწავლებლებს არ ჭირდებათ სპეციალური მომზადება ამისთვის? კი ბატონო, გეტყვით, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პარალელურად სწორედ განვითარებაზე, როდესაც საუბრობთ, არსებობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, სადაც სწორედ არსებული მოდულები და ხდება საგნის მასწავლებლების გადამზადება და იმის გამო, რომ ჩვენ უბრალოდ ძალიან დიდი რაოდენობა მასწავლებლების არსებობს და არსებული მოდული ვერ მოიცავდა ყველა მასწავლებლის გადამზადებას, საგნობრივ სატრენინგო მოდულებში მოვახდინეთ ინტეგრაცია ინკლუზიური განათლების. შესაბამისად, დღეს საგნის მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ საგანში გადიან ტრენინგს, ასევე არის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგია თუ როგორ ვასწავლოთ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. და აქვე მინდა ვთქვა 51 სკოლასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის მასწავლებელი, რომელიც დღეს შედის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან აქვს გავლილი კურსი, ჩვენ უშუალოდ ვიყავით სამინისტროს ჩვენი ინკლუზიური განათლების სამმართველო მისული, ვესაუბრეთ ყველა მასწავლებელს, აუხსენით ასევე თუ რა არის აუტისტური სპექტრი და თუ როგორ უნდა იმუშაონ თითოეულ მოსწავლესთან, რადგან ამ სკოლაში არსებობს ასევე ინტეგრირებული კლასი სწორედ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ეს არის ცალკე სერვისი იმისთვის, რომ მოხდეს სწორი ინტეგრაცია და ინკლუზია ამ ბავშვებისთვის. აი ამ ინტეგრირებულ კლასში ხდება ბავშვების ქცევითი სხვადასხვა უნარების განვითარება, ეს არის მეტყველება, ეს არის ქცევა, ეს არის სოციალური უნარები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს შემდეგ იმაში, რომ საგნის მასწავლებლებმა ანა აბაშიძესთან მინდა გადავიდე შეკითხვით, რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ზოგადად არა მხოლოდ პედაგოგების კუთხით, არამედ ინფრასტრუქტურის კუთხით თუნდაც ხომ? აი ის რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემო უნდა არსებობდეს, ეს ხშირად ირღვევა საქართველოში ეს უფლება? მეც მოგესალმებით და მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის და ამ თემის გაჟღერებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თემას, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ცხადია გარკვეული გაუმჯობესება არსებობს და მე დავეთანხმები სამინისტროს წარმომადგენელს, რომ გაცილებით ადრე პერიოდიდან იქნა დაწყებული განათლების სამინისტროს მხრიდან ინკლუზიური სწავლების, მოდი ესე ვთქვათ, აქცენტები და დიდი შრომა აგაწეული, თუმცა ამას ხედავთ, მათ შორის მშობლებიც ხედავენ და ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მარის ბავშვი დღეს დადის სკოლაში, საჯარო სკოლაში და არის ინტეგრირებული ბავშვებთან. ეს კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მონაცემები აკმაყოფილებს სტანდარტს. ის არის უსაფრთხო და ის არის ღირსეული. და ზუსტად ის შემთხვევები, რაზეც დღეს მარი საუბრობდა, რასაც გალტონი ეკა ადასტურებდა და მეც ვუერთდები ამ გულის ტკივილს, პირდაპირ გამოხატავს პირველ რიგში იმას, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა. თუმცა ინფრასტრუქტურა ბოლომდე არ არის დახვეწილი და ამაზე მე მგონი აღარც ვკამათობთ. რა ხდება შინაარსთან მიმართებაში? ჩვენ ვისმენთ, რომ გადამზადებაც მიმდინარეობს, პედაგოგების ალბათ დირექტორიც, ამ კონკრეტული სკოლის დირექტორიც იყო გადამზადებული, მაგრამ მაინც ხედავთ გარკვეული შინაარსის დარღვევებს, როდესაც წამყვანი მაინც არის მინდა დავიჯერო, რომ წამყვანი არის ინფორმაციის ნაკლებობა. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? გასაგებია, რომ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ ადამიანი, როდესაც გარკვეულ პროფესიას ირჩევს და ამ პროფესიაში და პირდაპირ ვთქვათ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის პროფესიაში ერთვება, როგორც არის პედაგოგი, მას უნდა ჰქონდეს მზაობა იმისა, რომ პირველ რიგში შეცდომები აღიაროს, მეორე რიგში წავიდეს თანამშრომლობაზე ყველა მხარესთან და მოითხოვოს დამატებითი დახმარება, თუ მას მისი რესურსი არ ყოფნის. ჩემი შეფასებით და ცხადე ამას სჭირდება კვალიფიციური დასკვნა, რომელსაც მე დიდი ესე თქვა ველოდები სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ჩემი შეფასებით იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, დღეს არის ოდნავ განსხვავებული სიტუაცია. ამ კონკრეტულ სკოლას და მის წარმომადგენელს, ვიზეც იყო საუბარი, როგორც ჩანს, ჰქონდა შანსი მიეღო ადეკვატური ინფორმაცია. დიდი ალბათობით მას მიღებულიც აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი ქცევა არ შეცვლილა.
სამწუხაროდ ხდება ხოლმე ასე და დიდი ძალისხმევის მიუხედავად ადამიანები სიძულვილით მოტივირებულ ქცევას არ ცვლიან. ჩემი შეფასებით, აი ეს კონკრეტული შემთხვევა სწორედ ასეთია, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არ უნდა დადიოდნენ სკოლაში სხვა ბავშვებთან ერთად. ამას ის ვერბალურად ადასტურებს თუ არ ადასტურებს, ჩემთვის პირადად ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ვაფასებ კონკრეტულ ადამიანს ქცევით და ვითხოვ იგივე გააკეთონ ჩემთან მიმართებაშიც. რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ ჩვენი მოსაზრებით. სამინისტრო ვფიქრობ სწორ გზას ადგას, ჩვენ აქვე მოვისმინეთ, რომ სამინისტრომ დააფიქსირა ამ ადამიანთან დაკავშირებით არაერთი საჩივარია შემოსული, მიმდინარეობს მოკვლევა. თქვენ იცით, რომ სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება კონკრეტულ დირექტორებთან, ეს არის მათი შრომითი ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ სამინისტრომ შესწავლის შემდგომ მივა იმ დასკვნამდე, რომ აღმოაჩენს პირველი ამ კონკრეტულ ადამიანს თუ ზოგადად პერსონალს, არ მინდა სახელების დასახელება, შეიძლება არ ჰქონდეთ კვალიფიკაცია იმის, რასაც ისინი აკეთებენ, მათ პროფესიულ ჩარჩოში ასეთი არაეთიკური ქცევები უბრალოდ არ ჯდება და მეორე, ისინი მარტივად რო ვთქვათ, ქალბატონი ეკას ნახსენებ კანონმდებლობას არ ღვევენ. არ აქვს მნიშვნელობა ზოგადი განათლების შესახებ კანონში წერია თუ არა, რომ პირობითად ბავშვი შეიძლება მიყვანილ იქნას მეორე გაკვეთილზე. ზოგადი სულისკვეთება კანონმდებლობის, კონსტიტუციის და რაც მთავარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის არის შემდეგი, რომ ყველა წესი, ყველა სერვისი, ყველა პროცედურა უნდა მოარგო გარკვეული განსხვავების მქონე ადამიანს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აი ხა რაც ახსენეთ თქვენ კვალიფიკაცია ასე შემდეგ, ხო პრობლემები რაც ჩამოთვალეთ. ეს ხდება თუ არა ჩვენ ბევრგან, ეს არის თუ არა ხშირად, ხო ეს მნიშვნელოვანი თემაა. დიახ, გიორგი, მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ზოგადი პრობლემა. ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, არ არის მხოლოდ კონკრეტული სკოლის პრობლემა, ზუსტად ამიტომაც ვზივართ აქ და ვსაუბრობთ. ეს რო იყოს ინდივიდუალური შემთხვევა, როგორღაც მშობელიც კონკრეტული მექანიზმებით ამას მოაგვარებდა. მაგრამ მარი ამავდროულად წარმოადგენს ზოგადად მშობლებს და არა მხოლოდ თავის შვილს და ჩვენც მათ შორის ვცდილობთ, რომ ზოგადი პრობლემის ადვოკატირება გავაკეთოთ. ეს არის ზოგადი პრობლემა. და მოდით ამაზე შევთანხმდეთ, რომ ხარისხის ნაწილში პრობლემა აქვს სისტემას. მესმის, რომ პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდებოდა მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება ბავშვებისთვის, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ მიმაჩნია დამატებითი რესურსებია საჭირო ზოგადად განათლების სისტემაში, ადამიანურიც და ფინანსური რესურსებიც, იმიტომ რომ მე პირადად დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც ამ სისტემაში მუშაობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ უფრო ხმამაღლა უნდა დააფიქსირონ, რომ ის რესურსები არ არის. გასაგებია, რამდენიმე წუთი დაგვრჩა, რომელიც მე მინდა დავუთმოთ ქალბატონ მარის და ქალბატონ ეკას. მოდით ქალბატონ მარის თუ აქვს სათქმელი, რაიმე აქცენტები თუ უნდა კიდევ გააკეთოს, მივცემ ამისთვის დროს. უბრალოდ მე კიდევ მინდა რომ რატომღაც ყველა სკოლაში აკრძალულია მშობლების შეშვება სკოლის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს ინკლუზიური განათლების მონიტორინგი არ ხდება, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლებს უნდა ჰქონდეს სკოლაში შესვლის საშუალება. ეს არ ნიშნავს, რატომღაც ეს მონიტორინგი ყველას აშინებს და გონიათ, რომ თავდასხმა მოხდება ამით ჩვენი მათდამი ან რაღაცას ვაკონტროლებთ. მონიტორინგი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევიდეთ, შეიძლება ის მასწავლებელი და დირექტორი თulides, რომ ეს კარგია ჩემი შვილის, მაგრამ სულაც არ იყოს ეს კარგი და მე ეს უნდა ვნახო, რომ შემდეგ ერთად დავსხდეთ ვითანამშრომლოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემა და უკეთესობისგან შევცვალთ მდგომარეობა და ასევე მინდა ყველას მივმართო. უნდათ თუ არ უნდათ ჩვენი შვილები აუცილებლად ისწავლიან საჯარო სკოლებში. ჩვენ შვილებს ჩვენ ვერ ჩავსვავთ კოსმოსურ ხომალდში და ვერ გავამგზავრებთ იქ. ისინი არიან სრულფასოვანი მოქალაქეები, მათ აქვთ განათლების უფლება და ეხლა კიდევ ერთსაც დავამატებ, ახლოვდება ონლაინ რეგისტრაცია პირველ კლასელების და მინდა მივმართო ყველა მშობელს. მე შარშან გავიარე ეს ეტაპი, სკოლის სანამ სკოლაში მივიდოდი უკვე პრობლემები მქონდა და მანამდე დავიწყე ამ პრობლემაზე ბრძოლა და მინდა ყველას მივმართო და თუ ვინმეს გაუჩნდება შეკითხვა ან დახმარება, შეუძლია მომართოს ნებისმიერმა და ყველანაირ რეკომენდაციას გაუწევ, თუ როგორ უნდა დაიწყონ მომზადებულები იყვნენ იმ ბრძოლისთვის, რაც მე სკოლაში გახდებოდა. და ქალბატონ ეკას შემიძლია მივცე დასკვნითი სიტყვა.
კი ბატონო, დიდი მადლობა. უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს, რომ ვახსენე, ინკლუზიური განათლება არის განვითარების პროცესში და ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს განათლება ყველა ბავშვისთვის. ამისთვის ახალი კურიკულუმით შევქმნით სენსორული დარღვევის, მრავლობითი და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი რესურსები, როდესაც ხარისხიან განათლებაზე ვსაუბრობ და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ განათლების სამინისტრო არის პოლიტიკის გამტარებელი და ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ, როგორ შეიძლება აი ამ სისტემის გაუმჯობესება. უბრალოდ ერთი რამის დაფიქსირება მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კარგად გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორებსაც შემიძლია ასე ვთქვათ მიუმართო, რომ მათი პასუხისმგებლობა ის, როდესაც ბავშვი სკოლაში შემოდის, შეუქმნას შესაბამისი გარემო. ეს არის ის კულტურა, რომელიც ჭირდება სკოლას. თითოეულ ბავშვზე მორგებული განათლება და ჭირდება ძალიან ასე ვთქვათ გახსნილი გარემო იმისთვის, რომ ვისაუბროთ სწორ დამოკიდებულებაზე. აქ არის მასწავლებელზე საუბარი, აქ არის ადმინისტრაციაზე საუბარი და კიდევ ვერც ვიტყვი, რომ სწორედ ის გუნდი, რომელიც მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე, სწორედ ჩვენც ვართ ის ადამიანები, რომლის მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს ხარისხიანი ინკლუზიური განათლება და პირველ რიგში ჩვენც ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიქნებით დამცველები ბავშვების, რომ მიიღონ ყველა ბავშვმა მიიღოს ფორმალური განათლება. დასაგებია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სამივე სტუმარს, იმიტომ რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში ეკად გებუაძე, ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარი კორკოტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ანა აბაშიძე, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. მე დასასრულ მინდა ვთქვა, რომ თუკი 51 სკოლის ხელმძღვანელობას ექნება სურვილი, რომ თავისი არგუმენტები, თავისი სათქმელი თქვას პირდაპირ ეთერში, ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის ვართ მზად იმ თემასთან დაკავშირებით, რამაც გაიჟღერა ახლა რამდენიმე წუთის წინ ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ზუსტად 4 საათამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.